სადაც ოქროს ფერი მზის კაფია თორღვაის ცხენილი კაბია ჯაჯვი ძაგანისა მიაბნია შამაგზაბილი გებს უცნობს არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ გაგიბერდეს ყმანია შენს კარზე დავარებლად საკლავიც მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია მის კარზეც შემოკრებილ ვართ ვიც ვერცხლა ჭამი ძმანია მე და დაჩომ გავიღვიძეთ სხვები არაპირებენ ადგომას ზოგს მანქანაში სინავს ზოგს იქით კარვებში სანამდე უნდა უყუროთ ამათ ძილს როგორ უნდა გააღვიძო ხალხი რუსეთში ნაწილი პირველი ჯიგარო აბა დაცხათ და დოუნიო ერთი ერთმა გაიღვიძა შემდეგი რომელი იკრიჭი ცოლქვარი ცოცხალი თავით არიღვიძეს კარია მოვარდა აგიღოთ კარია ისიც პრები რა წარი კაროს დამხილად იაფრიალებს ბიჭო შემდეგი მე რა დაფრინავს რა პრაშება რეაქცია არ აქვს. ლევანიკო. აგე თუშეთში ვართ ისევ იქით სამზარეულოა მოწყობილი აქეთ ყავის აპარატი პორტატული სადგური და ველოდებით ყავას თუშეთში აპარატით მოდუღებული ყავა თუ არ დალიე რა მამა ჩვენი ყავაც მზათაა აქ ყავას ამოიღებ გამოხვალ ამ ხედზე მიირთმევ
ესეც ეს დილით გინახეთ როგორ პოზიტიურად დავაღვიძეთ ხალხი. ანუ ეხლა რა ხდება რა გუში მაგიტომაც არ თქვით რა მინდოდა გოგრულთაში ასვლა და იქ დაბანაკება მაგრამ ფიზიკურად ვერ მოესწრო რა ანუ საღამოს ბანაკების გაშლას დრო უნდა რაღაც საჭმლის მომზადება რაღაცა ისი ასე და გავჩერდით გზად სადაც საბანაკე ადგილი ვიპოვეთ ეხლა როგორც ვიცით წინ უნდა იყოს სამი სოფელი თუ სწორად ვიცით ჯვარბოსელი, ილიურთა და გოგლურთა და მივდივართ მაგით მერე იქიდან ალბათ დართლოსკენ მოვბრუნდებით დღეს ჯერჯერობით ეგარი გეგმაში ნენელა ყველაფერს გეტყვით ხოლმე რა ხდება რაღაცა გაერჯო დაეხო მართული აი დაჩო დრონი ააფრინა როგორც ვიცით იქ ფერდზე სოფელი უნდა იყოს გოგრულთა და მივდივართ იქით ანუ ისეთი გზა არის და ისეთი ხედებია რომ ანუ სუდრონით უნდა გადაიღო წესით მაგრამ თელ გზას ხო არ გადავიღებთ მაგრამ ვცდილობთ ლამაზი ადგილები მაინც ამოვარჩიოთ აი სად დავდივართ ჩვენ ესე ფერდს უნდა მოუვაროთ ამ დღას როგორც ვიცით და აი იმ სოფელში და გადავიდეთ აი ამ სიტ გამოვიარო დავდივართ მთაზე დაჩომ დრონის სადააფრინა რა ვიცი ისე რამდენი ხანია მოვდივართ და არც ჩამოუსვია და მეგონი ისეთი კადრებია მეგონი სანამდეც ელემენტი ეყოფა შეიძლება შევცვალოთ და კიდე გავაგრძელოთ იმიტომ რომ თავდება რა და ელემენტი და ელემენტს კი შევცვლით მაგრამ ჩიპი გავავსეთ. აი ორი დღე ფაქტიურად
როგორც მანქანები დატვირთვით მუშაობენ, ისეთივე დატვირთვით მუშაობს დაჩოს დრონიც. გავდივარ ზედ მთის წვერზე, აი ეს თახვარე და ზედ არის გზა გაჭრილი და იქ ვირთივარ. ეს სოფელი რა არის? ეს სოფელი ალბათ ლიუთა. ზოგადად ძაღლებს უნდა ერიდოთ ყოველთვის რა, იმიტომ რომ აქ იმ ხელა ძაღლებს შეიძლება გადაგყლაპოთ და ჯერ უნდა ნახოთ ხოლმე რა. ისი არ შეხვიდეთ. რო ვიძახი ხოლმე. აი იქამდე და გარგოსაში ვიყავ. აი, აგერ დავდექით ხედზე. იქით ბოჭორნა დოჭუს ხედავთ, აქით ოგლურთა დავტოვეთ. გე. აბა ერთი ორი სიტყვა გითხარით, კარგო ხალხო. ლამაზი ადგილები მოგინახოთ რა. დიდი ხანია გვინდა რომ თუ შეჩივ. ყველასთან გამიგონია რომ საუცხო ადგილებია, მაგრამ შეფასება 10+. აჰა, შენიერ. ეს ხარ და დის. ბარო ჯიგარო. ვინახარ შენ, რა გინდა? რატო გვიყურებ ზევიდან ბრატ? ცხოვრება აი, მარტო შენთან რატო მოიტანა? ყველა ვიდეოში ჩიპს. მე კიდე პანჯერდო შენთან მოიტანა. კამერა დაიჭირა. სოლიდარობას უცხადებ. აუ. აი ეს მომწე იგი რაღაცა შენ არ მოგვეცი წეღან? ბიჭავს ნახე. შეხედე ბიჭო, შეხედე. წეღან მოგცა. აჰა, ესო თქვენო გიყვართო და რა მოგვართო დაიწყო ეხლა. შეხედე პროსტა უყურე რა. ვინ ახავ ჩავიტი? აუ ის არის კითხვა მაქვს აღჭერდები? არა. ამინდა ყველა ვიდეოში ჩიპს. როგორ უნდა შეიგრძნოთ რომ თუშეთში ხართ? ერთი დღე მაინც. მანქანა მოჩიგრძნო. ამის გარეშე ვერივლით რა თუშეთში რომ საშვია. საშვია. თუ შეძლებთ ტორპედოზე დააწეროთ თუშეთი აესე თითით ვერზე, ესე იგი თქვენ ნამდვილად ვიყავით თუშეთში. რა ხდება? იგი შემოგდა. რა თქმა ბუნება მოიცა დამანახე. სადა. გაძრა. დელუა ეს დედამოწე. დელო ამარ არის, ეს წვანე რა არის? ავტობუსი. ხოლეი ყავდა. მანქანაში დო. მეტრო კოპიტი. რაღაც გაწყდა იქ მესამე პასაჟირი. ლიგა რა მოგადოხტი ლიკა? შემეშინდა. ვისი? კიდე ხო არ არის რა. გადაიდე რამშიაშინა. რამშიაშინა ამ ხელაკაცი გადაიდე. აუ გაიყვანე. ამ ხელაკაცია მაშინ. კაცი აი. შეესაბიცე. ორივე კარები გაიღო და გადაიდე. დავკედი ტორპედოზე არის.
დაიწყო. ადამიანი ერთი მანდილოსანი გყავს დღეს და აგე რობობიძია როგორ ზრუნავს რობო ერთ ხელს დაიჭირე ისე მიუტანე რომ მე რეცხებმა ნახონ როგორ ზრუნავთ დიახ ერთი გოგო ვარ და არა დარწმუნებული ვარ ყველა გოგოსი ასე იზრუნებს ზუსტად გამოაჩინო არა ოპა всё აღარ ჩენს ანუ მე ვიმსახურებ რობო მე დამიკვრა შენ არ იმსახურებ გოგო ხარ თუ იმსახურებ შენ ნოდო რასაც იმსახურებდი ხავს აგე გვერდზე აუ რა კარგად ხარ შენ წამოვა თქვენთან ხოლმე აგერ ვარ მოვადექით დართლოს როგორც მსმენია აქ ყველაზე მეტადაა შენარჩუნებული ძველი სტილის სახლები და რაღაც. ვიყურეთ.
მოვედით ფარსმაში. ესეც მე მგონი ნასოფლარია. აი ტუალეტები. ეს ბატონო ირაკლი შათაკა. როგორც ხმები დადის თქვენი აგებულია ხო ეს თოფი? არა? ომის ის ქვედასახლებია ჩემი. ეს? ხალხი გამოუშვი. მაშინ შენი. სად იყო უაზები და კრაზები? და შენ ოპერატორი. აი და აი ახე ეს გადაბრად როხები და აი ეს კოშკი ჩანდა და იქ შოშტო. მაშინ უაზი და კრაზები არ იყო გაიგე და ქეყარა ქვები ქურალა შეიძლება. რა თვალია. აურა საერთოდ ხერად და სტოი. აურა დომზე. დისპოზიორობა. ბატონო ფოტოგრაფორი იქში ვარ რა თუ შეიძლება რა. ყვაყოფილი ხართ? ანუ ღირსო თან დავიხადო ხო? კი. შეცდებით უკეთეს კონსტრუქციით გავშალოთ. მაგაცაც გაჩვენეთ, მომდევნო სიარული დავამთავრეთ. თუ საფანაკი ადგილის ზემნაში რამე ისეც გადავეყარეთ კიდე საინტერესოს მაგასაც გაჩვენეთ. თუ არა და დაბე ბანაკით დაგიბრუნდებით. Jala moro, drum beats rising, fire below, echoes dancing, spirit flow. Pura nota visha karomachi.
weave beneath the sky. Karuga shadow seyo shekavora kantameyo. Shadows twisting wind will rise. Steps of thunder shake the night. All the ancients hear their cries. Voices weave beneath the skies. Night is all ancient voices strong and bold. So Marcus, how did you like our trip? I really enjoyed our trip. I discovered new way of driving, and I enjoyed driving behind everybody because I could learn how people drive and where and how to accelerate and avoid the big obstacles. So I would like to do more off-roading, and maybe if I can afford, get some car that is a little bit more similar to this one. So thank you very much for allowing me to be part of it. I look forward to seeing the footage, especially the drone footage, and then exploring more of this beautiful country, especially. And what you can to say about our group? I really recommend your group and following your YouTube channel and liking it for really inspiring off-road trips around the country of Georgia. And I hope you all tune in and discover what beautiful areas there are and how we can maneuver them with exciting vehicles. So, Okay. follow us. Thank you. Thank you. მოკლედ რა ხდება გუშინ შვენიერი საღამო გავატარეთ. კარგა ვიცინეთ, კარგა ვილხინეთ. და დღეს უკვე ავალაგეთ ჩვენი გაშლილი კაროები და ავტომობილები და მივეშურებით უკვე საით მიდივართ როგორ შენაკოსკი მოკლედ ანუ დღეს ცოტა გაგვიგრძელდა დილა 12 საათია. ნუ ეხა სტომარს ვეცით პატევი და ხო, ანუ ჩვენ ყავდა ლევანის მეგობარი წამოყვანილი რა თვითონ ისურვა შემთხვევით გაიგო რომ ლევანი მოდიოდა და თვითონ ისურვა რომ წამოსულიყო თვითონაც ჩვენთან ერთად მაგრამ აქად მოვიდა რა საცხოვრებად იმიტომ რომ ძალიან მოსწონს რა მოკლედ საქართველოს კარგი ადამიანი იყო რა არის ანუ ჩვენთან ეხლა არ არის აღარ არის ჩვენ ალბათ ნახავდით ვიდეოში უკვე რომ გაგვემშვიდობა წავიდა დღეს აუცილებელი საქმეები ქონდა 2 დღეზე მეტი ვეღარ დარჩა დაგვემშვიდობა და ამიტომ ჩვენც არ ვიჩქარეთ დილით როცა წავიდა ჩვენც წამოვედით მერე 12 საათი დაგვიხდა მაგრამ დღეს გეგმის მიხედვით ბევრი ლოკაცია მაინც არ აქვს იკლო და შენაკოს ნახვა გვინდა და თუ მოგვიხერხდა აქაური ხინკლის გასინჯვაც და მთავარი უცხოელზე რაც წაღონიშნავ რომ აუცილებლად ყიდულობო ოფროუდისთვის განკუთვნილ მანქანასო და თქვენთან ერთად მივილიო. ხო და კიდე ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, ახლა იმ გზაზე მივდივართ, რომ მაინც ისე თუ ასე რეაქციები ხოლმე აი მე ისე ტკივილი გზა არის, რაღაცა მოგივათ, ვაიმე არ გაბედოთ იქ ასვლა მოუმზადებელი ჯიპებით და რაღაცა გუშინად შეგხვდა ჩვეულებრივ გზაზე ავარიდეთ ორი მანქანა ერთმანეთს და გოგო იჯდა ჩავარდა პანიკებში ჯერ ისედაც გული მისკდება რანაირად მოდიხართ ანუ ერთმანეთს უბრალოდ აუარეთ და თუ გული გისკდება შეკაიდეთ მამიშვილო
საათ მოდიხარ რა მოდიხარ თან იცი რომ ესეთი ცუდი გზა არის შენაირებისგან და რა ვიცი რა ცოტა ისე ხო შეიძლება რომ არ ჩვენ არ შეგხვდა გზაში კომფორტულად თუ იაროთ და არ შეგული არ გისკდებოდეს უფრო კაი არ იქნება თან ვერ გავიგეთ რა უნდა რას გვერჩოდა ჩვენ შუაში ვიყავით რატო შეგხვდითო წინ რატო შეგხვდითო ჯერ ისედაც გული მისკდებაო აი ესეთი ლაპარაკი იყო რა დავაშავეთ ჩვენთვის მოდივარ და არავის არაფერს ვირჩით მეგობრულად ჯიგრულად აქ საქართველოს დროშები გვაქვს მანქანაზე დამაგრებული ლამის რავი უცხო ლამის ძემა ო მართლა ერთი შევა დე ამ ჩვენ წარუწოდით საწვავი როგორ მეყოფო და სანამდე მეყოფოდა და რაღაცა და ჩვენც ვკითხულობდით რა თო ჩვენ გამოცდილებას ვიტყვით ანუ ხევად გაზზე ყავს მანქანები სამი მანქანა პაჯერო არის დიზელზე 40 ლიტრი დიზელი წამოიღო პაჯერო და ეყოფა ჩვენ უბრალოდ ორივე აუზით ხევადი გაზისას და ბენზინისას გადავავსეთ სადღაც 2 დღე ვიარეთ გაზით ლევანის ისევ აქვს დარჩენილი გაზი მედანიკას დაგვიმთავრდა დაახლოებით 220 კილომეტრი თელავში გადავსებული და 220 კილომეტრი გამოვიარეთ და ეხლა გადავედით ბენზინზე ორივე აუზი თავისუფლად მოგატარებთ 3 დღიანს მეცაც კიდევ ანუ ორივე აუზით რო წამოხვიდე თავისუფლად ივლი და დანარჩენი ეხლა თქვენ გამოთვალეთ ვინ რა მანქანით მოდიხართ 40 ლიტრი წამოიღო პაჯერო ნოდი თურქის მიხედვით უნდა გამოჩნდეს უკვე სოფელი შენაქო დრონიც საწყობნაშია აი ამბჭდა შენაქო რასილამაზია ტყეები წვიმეთის წვერზეს ტყე არის ხეები ტყის მასივი ლამაზია შენაქო საკმაოდ დიდი სოფელი ესეც სიტყვები რო დაიმთავრდება ისევ ეგეთი ადგილი აუ მართლა მაგარი აი ნახე როგორ აი აქ რო დაჭდები და ჩაფიქდები და თაგები მუსიკაც რა ლაბაზი როგორი მელოდია და ნუ აი ძალა აქ ვიცხოვრებდი კაბელები იშლის წინ გავარჯობათ ფოტო ორი კაი ვიდეოს გადავიღე რა ღირს ეს 5 ესენი ეს ყვავილები ეს ფექტქონდა რა ეს 5 ლარი ეს 3 ლარი რამდენი ხანს იქნებით ეხლა თქვენ 10 დღე ხო ეხლა ბაღლა ვარ დავთვალებთ რომ ჩამოვთვიყიდით კარგი ეს რა არის ერთი ლარი ღირს აი გოჩები დიახ
ვიტრაც კაი, რო ჩამოვიდეთ აუცილებლად ვიყიდით. კარგი? ჩამოვიდით ყვავილები რო დაგვიკრიფოთ. დიახ, დიახ. ერთი გოგონა გვახლავს და თუ აჩუქეთ, გაუხარდება და თქვენ ვიყიდით, უბრალოდ სამ ჩამოვალთ რო დაგვიკრიფოთ. დიახ. კარგი ბავშვი. ყავის რო ჩამოვალ, მერე ვიყიდი. კარგი? კარგი გოგო. დიახ. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ ბიჭებს. გამარჯობა. არა, ასწავს ხინკოს. ეგანაც თალი გავიგე. 10 ლიტრიან წყალს მომიტან. რა ხდება? რა ხდება? წყალი თუ შეგხვდება. მოკლედ, წყალი არა გვაქვსო. და რაღაცნაირად ვცდილობთ რომ შევთანხმდეთ წყალი ჩვენ მოვიტანოთ რომ არა, ქერა სიტყვით წყალი უნდა მოვიტანოთ. ჭურჭელი უნდა დაურეცხოთ. და მერე გვექნება ხინკალი. ესეთი ბარტერული გაცვლა არის. არა, ხო არა, ჯერ დავფიქრდებით მე გავრეცხავ ჭურჭელს, ოღონდ ხინკალი ვჭამოთ. ხო, წყალი მოიტანე. ჭურჭელს საერთოდ დაკარა ხო? მოიცა ჩვენ არა, განა ჩვენ რასაც ვიყავით იქ სულ ყველა ჭურჭელი? ის რეცხვა მიყვარს. აჰა, შო, თანხდებით. რა, მაგდენ ჭურჭელს რა გარეცხოთ? გადათვალილიკა. მაგას ვერ დავტოვე. მასე არ გამოვა. მასეც არ გვინდა შეკალი. მაკოფე ჩვენ სპონსორია. მაშინებდით. აჰა, მე ჯეროდა ლიკა. აი, ჭურჭელი არის სადღაც 30 წუთის საქმე. ინგლის მოხვასაც ხო უნდა მაგდენი. მანამდე საქმეში. ხინკალი მოიხ იმას იზავს, კაცო მოიზილება. კაი, უკვე რაღაცა ყარბო. ეს სამას ჭურჭელი გვაქვს მართლა მოგიტან. მანქანა უნდა მოვიდეს აქამდე რომ მანქანაზე. ანუ სულ არც გაგვიკეთოთ ხინკალი, მაინც მოგიტანთ იმ წყალს, ჭურჭელი მოგვიცით. აი ეს რომ ხართ მაშინ გაგიკეთეთ. და შეიძლება დიპლომში უნდა გადახვიდეთ. კი. გოლში უნდა გადავიდეთ. წყალი თუ შეხვდება გზაზე, თუ ხდება, არ ვიცი, არ ვარ თანხმობ და მაგიტო გეკითხე. არის იქ ხო როგორ არის? თუ ხდება გზაზე, არ არის პრობლემა, რაც გაქვს ჭურჭელი მოგეცით, მანქანა ყავს. იქიდან რომ წამოხვალთ და მე ერთი ტიპი. თავარია ხორცი ხო გვაქვს. პოვარის ის პოზიცია ხო არ? მაგარიში დაახლოებით. რა ადგილზე ვიყავით, იცი? თქვენ ვერც წარმოვიდგინეთ. გაიგეთ. სადიღავით. იცი რა ადგილზე შევედი? რო შევედით, აი ყავის გარეშე არ გამოდიოდა გამოსვლა რა. შური ყავა. ორნაირად, რომელმა დაგვიცადა, ჩვენ იქ რეკლამაც გავაკეთეთ. მართლა. მარტო თქვი კი ახლა მარკეტინგ ჩართული. გაგატანთ და დიპლომიდან რომ წამოხვალთ, ნომერს მოგცემთ და რეკეთ და დავიწყოთ ჩვენ. კი ბატონო. შეთანხმება მიღწეულია. ჭურჭელი მინდა და წავედით. კი ბატონო. თავარი ფასი არ გიკითხია. 2 ლარი. ორდა, შვენი. ძალიან კარგი. დამელოდეთ ახლა უნდა მოვიდე და ვიყიდო ეს ყვავილიც და ის ჩაიც. ეს ყვავილები რა გეც? ეს 5 ლარი და ეს. მოდი ამ ყვავილები ვიყიდოთ, აი 5 ლიანი მქონდა. მეორე? მადლობა. იმაზე ახლა ვიამბობ, კარგი? 20 ლარი. უკეთეს თუ გავიარო არა? დაჩო 5 ლარი. მართლა გაძვირდა? მოკლედ ესეთი ამბავი მოხდა, წეღანა მოიარო მომუჩა და 20 ლარიანები დაურიგა ყველას და მართლა? ასე რომ დაგერხა. 60 ლარი. მაშინ მე გეტყვით, ეხლა ვიყიდი რაზე შევთანხმდით და დაგიტოვებ და ვინც ამოვის ვთხარი გაყიდულია 20 მომცე მოგცემთ. კარგი? აჰა. რა ისიც იყიდეს დაჟე? აი აპატარას ვიყიდი. აი? მე ოღონდ ეს არ მიმაქ, დავდებ აქ და ვინც მოა უთხარო ესო უკვე გაიყიდაო და ძვირია ეხლა 20 მომეციო. აჰა. კარგად. კარგად. არა იღებ. არა, დაგიტოვე.
ხევიდან კვირამდე საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე თუშეთის შორეული და მთიანი რეგიონის შესწავლაში გავატარე. მსმენია ისტორიები. თუშეთი წლის მნიშვნელოვანი ნაწილით მოწყვეტილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან სახიფათო გზების გამო. მთის მხოლოდ მცირე ნაწილმა გადაწყვიტა ცივილიზაციის კომფორტზე უარის თქმა და მთელი წლის განმავლობაში იქ დარჩენა ამჯობინა. წარმოვიდგინე ნელი და საშიში, დაკლაკნილი გზები, სავსე ხშრეშითა და კლდეებით, მდინარის ნაკადულებით, რომლებიც ერთმანეთს კვეთდნენ. სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრი, რომელიც 1 საათიან მგზავრობას მოიცავდა, ულამაზესი თვალმწარმტაცი კანიონებით და ფერადი მცენარეულობით მოფენილი ხეობების გასწვრივ მოხვეული მდინარეები, ციცაბო კლდეები, რომლებიც მონაცვლეობით მზის სხივებითა და ნისლით იყო დაფარული. ლევანმა, რომელმაც ჩვენი ჯგუფი ოსტატურად წაიყვანა მაღალსა და დაბლობზე ყველანი შორეულ სოფლებამდე და მთის ცივილიზაციის უძველეს კვალამდე თქვა, როდესაც თუშეთში მიდიხარ, მისი ნამდვილი სილამაზე მხოლოდ წასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ანუ ახდენ მის გაანალიზებას, თუ სად იყავი და რა ნახე. ეს მოკლედ ისაუბრა ჩვენ მეგობარმა, რომელიც დღეს ჩავწერე და დადო Facebook-ზე პოსტი, ხო? კი. მოკლედ რა ხდება? აქ რომ მოვედით უკვე ციხესთან, სასაზღვრო ჩვეულებრივად და ამ სასაზღვროზე უნდა აიღოთ რა ქვია. ჩვენთვის არავის არ უთქვათ მართლა, სანამ აქ მოვიდოდით, ჩვენ ვიცოდით მარტო რომ გირევში გინდოდა საშვი და თურმე დიკლოს ციხეზეც საშვი გინდა. ჩვენ არ ვიცოდით. მაგრამ დაახლოებით 9 საათი და გჭირდებათ რომ შეავსოთ, ნუ გააჩინე რამდენი იქნებით და 9 საათის მერე წახვათ ჩვეულებრივად და მოინახულებით. გავითვალისწინოთ ის, რომ დრონი არ შეიძლებაო და ძალიან არ გვესიემუნა, იმიტომ რომ დრონის კადრები ძალიან კაი გამოდის ხოლმე. აქედანო ვერ ჩახვალთ მაინც სუპარუებიო და ჯობია იქიდან ჩახვიდეთ და გზის შემოლა გვიწევდა და ამიტომ ჯობია ესე ჩამოსული ადამიანებს როგორც მოკლედ გამოიარე, ესე ჯობია ხო? ხო. ჩემ ანდაზას თუ დაუჭირებთ ეგრე. სასაზღვროზე გითხესო სადღაც 1 კილომეტრი იქნებაო, მაგრამ გარღვოა. 1 კილომეტრი ვერ არის. ეტყობა მილებში ითვლიან აქ. მილებში იქნება. არა, მართლა 1 კილომეტრი გითხეს, მაგრამ არ იქნება 1 კილომეტრი, მეტი იქნება, მაგრამ აქ მოსული ხორმოტრიადები უნდა მეფერე და ხო, ნახო. ნარგის ასიარულო ადგილი. არანაირი პრობლემა, პირიქით ბუნებასთან კონტაქტში შევედით უფრო ღრმად. არა. ეგეთ მაქსიმალურ სიამოვნებას. აი, მიდივართ ყველანი ერთად. მარშრუტი. გუგულები მოდიან. ხელჩაკიდებულები ბოლოს. მოკლედ ერთი კაცი გვაკლია შენობაში დანარჩენი ბოლომდე ვართ. ესე ჩვენი ციხე. ზოგი გადასაღები თემა. ყველანი ვიღებთ. რატო არ ვიღებ? ყველანი რო ვიღებთ? ხედებით. ეგ კოშკი არის? სადა? კი ბატონო. ძაფხელა კომპლექსი ყოფილა, ხა? აი როგორც ვთქვი, სამწუხაროდ უკვე ის ჩვენი ტერიტორია აღარ არის და რომელი? აი იქ სახლი და სადრე ჩვენი ყოფილა. მაგრამ ეხლა უკვე იქიდან გადმოყავთ. ახე ძირი არ უჩა. საბალახო. მოკლედ ერთი მსხვილი ეს ყავს კიდე და ვერ უძლებს რა ჩვენი ბუნების ჰაერს და გაგვიცივდა 2 დღეა
შეგურია. ყველა ვიდეოში სადღაც ისმის რო აცემინებს და კარქაებია, კალენდარი. ხო. არ ფილტვებმა ვერ გაუძვეგე. ჩემი მანქანასავით არის, სოჩები რო გამოუწოდე. აბილი. ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი. და ჩვენი მანქანა, ჩვენს ავტომობილებზე რაც აყენია დროშა, ზუსტად ამას ემსახურება, რომ აი ესე ამაყად უნდა იყოს ყველგან, სადაც მივდივართ საქართველოს ტერიტორიებზე. ეს გვიხარია და იმიტოც გვაქვს მთავარი მოთხოვნა ჩვენ მანქანებზე, უნდა იყოს დროშა. აუცილებლად. პირველი გამონაკლისი ყველას ეპატიება ხოლმე, რომ ინფორმაცია არ ქონდათ და იმიტომ ეუბნები, რომ დროშა უნდა დააყენოთ და მეორე თუ არ დააყენოთ, აღარ დაიშვებიან, ხო ეგრეა? დიახ. დამჭირე, ორი ხელის გარშ ვერ ჩამოვარდა. ზეთკლდეზეა დაშენებული, არანაირი ხო არ არის ეს. ვედეც. აბა მიდი ვედეცე, ასოლაზე დაგჭირდება. მიდი აღო ვედეცე. გაუხიზიანე რომო. ვედეცეო, აბა წავიდა, მეორე. არა, ეგ ვანდალიზმია. რაც ძალიან არ მესიამოვნა, წეღან აღნიშნე. კაი, მეგობრებო, წავედით. დრონით გადაღება კიდევ გავიმეორდები, არ შეიძლებაო და მე ბოდიში ამ ლამაზ კადრებს ვერ გაჩვენებთ დრონით. თორე ულამაზესი ადგილია მართლაც რომ. გამარჯობა ჯიგარო, ხინკალს, კაი ხინკალს აქეთ შევჭამცად. ჰა, იქით რა მარშრუტზე გავდივართ, ხო არც რამე ინფორმაციას ხوار გეტყვით. რამე ხوار უჭერს ნეტ. არა, რაღაც გაბუტული არის. კაი, მაშ წავარ დაგემშვიდობებით. თუ რამე დაგჭირდეს, აი სოფაში უნდა გავჩერდე ცოტა ხანი და მოგმართი. წად. კარგად. გოგონა საქმეში ახლა პირობა მალე. ათუკი. ესეც მოვიდა. აბა, ამის გამო დავედით გაგვიჩეს წყალი მოგვატანინე. ინკალიო ისე არ იჭმება თუშეთშიო.
საღურ შენართქა რო არ ძინებია ოჩები და ხუჭული ქონდა თვალები თორე ჩემი მალადეს აი ესეთი ძილი შემეძლოს მოგლეთ ეხლა შენაკოში და დიკლოში ვიყავით შენაკოში წაგებული სინკალი კაფეს ასტუმრო გულებს ზემოთ წყალი არ ქონდა ცოტა ბარტერი გამოგვიდა ინახეთ ვიდეოში თავარ მოლაპარაკებას ვერ დაესწარით იმიტომ რომ მე ცოტა დაბლა ვიყავი ვიღებდი დიდხნიანი მოლაპარაკება იყო და ყველაფერს ვიდეოში ვერ ჩავსავდით ცოტა ბარტერი გამოგვივიდა ჩვენ წყალი მოვუტანეთ დიკლოდან წყალი არ მოსდიოდათ როგორც აგვიხსნეს ღეობა არის და ძალიან დიდი რაოდენობით ხალხია ჩამოსული და რეზერვუარი ვეღარ იყო რა სოფელს ამიტომ წყალი არ ქონდათ და ვერ ვიკეთებდნენ ხინკალს და მოლაპარაკების შედეგად გადავწყვეტეთ რომ ჩვენ წყალს მოვუტანდით დიკლოდან და ხინკალს გავუკეთებდნენ და გავიკეთეს ძალიან გერიანი ხინკალი დავეშვით უკვე ისეთ გზა გვაქვს გასავლელი რომელიც უკვე აქეთ გამოვიარეთ ან უცნობი გზა უკვე აღარ გვხდება და გვინდა გზის შესახებ საბოლოოდ ჩვენი აზრი თქვათ რაც დავიწყეთ თავიდან ის რომ იმის დასკვნა რომ გავაკეთოთ რა რომ არ არის ისეთი გზა რომ მოდივართ შენაკოდან ომალოში ვიწევს გავლა და მივიდივართ თბილისისკენ არ ვიცი გზას კიდე რამის გადავიღებ თუ არა გვინდა რომ აბანოს უღელტეხილი გადავიღოთ დრონით იმიტომ რომ გუშინ წიროსაც ჩვენ აქეთ წამოვედით საერთოდ არაფერი არ ჩანდა აბანოს უღელტეხილზე ისეთი მისლი იყო და სამამისა დრონი ვერ ავაფრინეთ თუ შესაბამისი ამინდი იქნება დრონით გადავიღებთ და იმასაც ჩავსვამთ თუ არა ვთქვათ ამით დავამთავრებთ მაშინ და გზას რაც შეეხება ნებისმიერი გამართული ოდნავ მაღალი კროსოვერით ორხიდიანი მანქანით აქ გამოხვალთ რა მოკლედ ეგ არის რა თუ ეხლა ჩვენ კაი ამინდი იქნება და გადავიღებთ აბანოს უბანს თუ რაფია აბანოს უღელტეხილს გადავიღებთ თუ არა და ამ კადრით დავამთავრებთ ნახოთ გაგვიმართლებს ბედი თუ არა დავედით აბა შემდეგ ვიდეო ყველა დილით შემისწავლე გადავახავს ღვარს და შემოდე თუ მოლახზე უკავითაც ყოლდარს ამ ქვეყნურ შეშლილობას კვლავ დავსვამდავს და შემოდე მოსაქცევან გადავსდავს ღვარს ერეთან დავუყევით ჩვენ მოვდის გზას ღვთის გავშლი და გავხდებით ვიოცნებებს ღვარს ხელსარაზოს დასტური იმის, რასაც საუბრობდით. Nissan March
ოფრინავდა კი არ მოდიოდა. ოფრინავდა კი არ მოდიოდა და ამ გზაზე სხვანაირად ვერ მოხვდები თუ აბანო თუ გეტეხელი არ მოიარე. რა ის გადაგვახდა თავზე. ანა გქონდა აწყობილი. მოიდება